შეგვიძლია? ჭუხანდელმა კოკისპირულმა წვიმამ დიდი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის სოფლებს, განსაკუთრებით გუბაზეულის ხეობა, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე. პატარა მდინარე სახელწოდებით საყველია, როგორც ჩანს შეგუბდა და ერთბაშად დაარტყა ტალღა და თქვენ ნახეთ რომ თვითა და ღორღითაა ყველაფერი სავსე. ეხლა მსგავსი სიტუაციები გვაქვს კიდე რამდენიმე სოფელში შედარებით ნაკლებად დაზარალდა სუფსის ხეობა, თუმცა იქაც სამუშაო ჯგუფი გაგზავნილია. ჩვენი პირველი რიგის ამოცანა ეხლა რომ აღდგეს კომუნიკაციები, მოსახლეობას ჰქონდეს საშუალება მივიდეს სახლებამდე, სადაც ასეთი პრობლემა არსებობს. შემდეგ შექმნილია სამუშაო ჯგუფი, ითვლება ზარალი და შესაბამის ანგარიშს წარუდგენთ მთავრობას. ნამდვილად დავკვირდება მთავრობის დახმარება, იმიტომ რომ თვითმმართველობა თავისი ბიუჯეტიდან ამის აღდგენას და ლიკვიდაციას ალბათ ვერ შეძლებს. ამ წუთებში ქარხანას როგორც ხდება ფუნქციონირება შეწყვეტილია. ქარხანას შეწყვეტილია ფუნქციონირება მხოლოდ იმის გამო, რომ მისასვლელი გზები არის ჩახერგილი, ქართლის ტერიტორიაზე შევიდა ასევე მეწყერი, ჯიხურიდან ძლივს გამოასრო დარაჯმა, თქვენ შეგიძლიათ ეს ნახოთ ტერიტორიაზე, ასე რომ სალიკვიდაციო სამუშაოები უახლოეს საათებში იწყება, ტექნიკა მობილიზებულია და მოემართება ნაბეღლავის ცენტრისკენ. სხვერპლიან დაზარალებული. საბედნიეროდ სხვერპლი და დაზარალებული არ აქვს. დიდი მადლობა ირაკლი კუჭავა, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ვერ გადმოხარ? მაქანე აგერ ჩავწერე. ძლიერი წვიმების გამო ეს არის საყველი აზღელე. მოხდა მეწყერი სავარაუდოდ ახლა ჯერ არავსულვართ და არ ვინახია. მოხდა მეწყერი წყლის დაგუბება და მე ერთბაშად გაშვება მთელი დანაგუბი წყლისა და ქვების და იმისა და ერთად გამოიწვია რა. წამოიღო ეს ქვები და ნაგროვები და გადაკეტა გუბაზეული მდინარე. მდინარე მიცვალა კალაპოტი და ეს პავილიონს რო ხედავთ ის წყალშია უკვე. ხო და აქ ორი ხიდი საერთოდ არ ჩანს. აი ამ ღელეზე რო ხვედი იყო, საერთოდ არის ბორღის ქვეშ შეიძლება წაღებულია ისიც. ხო და სარალი ახლა ელექტროგაყვანილობა რა თქმა უნდა არ არის, წყალსადენები არ არის ეს ქარხანა მიუთითებს იმას რომ ქარხანა ერთხანს არ იმუშავებს ალბათ, მაგრამ რაღაცას გავაკეთებთ. იქნება ზემოდან ტრასებს გადავატარებთ იქეთ და წყალი გვექნება. თქვენი სახელი როგორი? ვლადიმერ დოლიძე. ვლადიმერ დოლიძე? გეოლოგი. თანამდებობა როგორი? გეოლოგი. გეოლოგი. ერთი ბურღელი მთლიანად წაღებულია, ჭაბურღელი. ჭაბურღელი ახლა მიწის სიღრმეში რაც არის, რა თქმა უნდა მიწის სიღრმეში დარჩა, მაგრამ აი სად მდებარეობდა იქ მე ვუშობ დიდი ხანია იმ ჭაბურღელს. საერთოდ ვერ მივაგენი სად არის ეს ჭაბურღელი, ან შენობა სად იყო არ ვიცი რა. კიდე ნაბეღლავის ჭაბურღელი, მინერალური წყალი ნაბეღლავის. ნომერი 17 ჭაბურღელი განადგურებულია მთლიანად. რამდენი ამ წუთას აბსოლუტურად ყველა ჭაბურღელმა არა, აი ეს ერთმა. მხოლოდ ერთმა, დანარჩენი გადაგვეცი.
მეგრელიშვილი ქარხნის დირექტორი. არა, წარმოების მენეჯერი. წარმოების მენეჯერი. კომპანია ნაბეღლავის წარმოების მენეჯერი. წყალი მარგებელის. ბატონო, ახლა როგორ ვთქვათ, მოკლედ ახლა რა სიტუაცია არის და რა შვებით, რა საპირებთ? რავი, წოხელის ძალიან დიდი წვიმა მოგვივარდა. შეუჩერებლად წვიმდა და რავი, რა წალეკა ყველაფერი და გზა ჩახერგილია. სამაშველო სამსახურს ველოდები და როგორც თავრობის მხრიდან, ასევე ჩვენი კომპანიის მხრიდან. და იმედია ყველაფერი კარგად იქნება. რაიმე ზარალზე შეგიძლიათ ამ წუთებში ილაპარაკოთ? არა, ძირითადად დაზიანებულია გზა, როგორც ხედავთ და ის ელექტროობა რა. ბურღილები, ერთი ბურღილი საერთოდ გამქრალია და კომუნიკაციაც დარღვეულია ქარხანასთან ბურღილებს. რამდენი ხნით მოგიწევთ ფუნქციონირების შეჩერება, როგორ ვთქვი? არ ვიცი, უნდა დავთვალოთ ზარალი და მაგის მიხედვით ნახავთ. შეიძლება ხვალვე აღდგეს, შეიძლება ერთი კვირა, არ ვიცი. დიდი მადლობა, ვახტანგ მეგრელიშვილი, კომპანია წყალი მარგებელის წარმოების მენეჯერი. მადლობთ. ირაკლიმ ველოდებიო, ახლა ველაპარაკე, მე ახლა წარმოების